ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება როგორც ფილტვის ტუბერკულოზი. ვინაიდან გადაცემა ხდება ჰაერწვეთოვანი გზით და დაავადების გამოწვევი პირველად ხდება ფილტვებში. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, დაახლოებით 26% შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფილტვგარეშე ფორმა. ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინება ფილტვგარეშე ტუბერკულოზის არის ძვალსახსრის ტუბერკულოზი, როდესაც დაავადების გამოწვევი ხდება ძვალში და იქ ხდება დაავადების განვითარება. კონკრეტულად უფრო ხშირად ზიანდება ხერხემალი და მსხვილი სახსრები, მეჯბარძაკის და მუხლის სახსრები. სიმპტომებს რაც შეეხება, ეს არის რომელიმე კონკრეტული ერთი სახსრის, მაგალითად ერთი მუხლის სახსრის ან ერთი მეჯბარძაკის სახსრის შესიება, ტკივილი, ტემპერატურის მომატება 38 გრადუს ცელსიუსამდე, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა და ასე შემდეგ, რაც კონკრეტულად ტუბერკულოზურ ინფექციას ახასიათებს. დაავადების განვითარება ხდება ნელა, არ ხდება წვავით, ხდება რამოდენიმე თვის და წლის განმავლობაში კონკრეტული სახსრის ან ხერხემლის ფუნქციის მოშლა. ხერხემლის ტუბერკულოზი იწყება ანალოგიური ჩივილებით, პაციენტები უჩივიან ტკივილს ხერხემალში და ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებს, რაც გამოიხატება სისუსტე და ასე შემდეგ. დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი არის ყუზის განვითარება, ხერხემლის დეფორმაცია. რა თქმა უნდა, ხერხემლის დეფორმაციის და მათ შორის ყუზის განვითარების ერთადერთი მიზეზი არ არის ტუბერკულოზი. მკურნალობის დროს დგას ორი პრობლემა. პირველი პრობლემა ეს არის გამოწვევის, ან ტუბერკულოზის მიკობაქტერიის საწინააღმდეგო მკურნალობა, რაც ხორციელდება მედიკამენტებით. ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ძვალსახსრის ტუბერკულოზის მკურნალობაში არის ქირურგიული მკურნალობა. როდესაც ვითარდება ხერხემლის დეფორმაცია ყუზის სახით, თანამედროვე ოპერაციული ტექნიკა და იმპლანტები საშუალებას იძლევა, რომ ხერხემლის დეფორმაცია გამოსწორდეს და პაციენტი ჩვეულებრივ სრულფასოვან ცხოვრების წესს დაუბრუნდეს.